გაიჩნდა ასეთი 4 კანალიანი, 4 სექციანი ჩამთვლელი პატარა პულტით, რომელიც 2 კილომეტრი მანძილზე რადიო სიხშირით თავს რადიო სიგნალით 4 კონტაქტს. 4 ჩართვა, 4 გამორთვა. ანუ გიგაჩვენებთ, გვაქვს 4 სექცია, 3 წვერიანი, 3 შეერთების ადგილიანი, ოფში, საერთო, შემდეგ დაკეტილი კონტაქტი, ღია კონტაქტი, საერთო ოფში, დაკეტილი კონტაქტი, ღია კონტაქტი, ანუ ოფშიდან შედის დენი და თუ გვაწყობს კონტაქტი დაკეტილი ჩართვის მომენტში გაიღოს, მაშინ აქვთ, თუ გვაწყობს კონტაქტი ღია ჩართვის მომენტში დაიკეტოს, მაშინ აქვთ. გასაგებია, ეს ერთი სექცია, ეს მეორე სექცია, მესამე სექცია, მეოთხე სექცია. თავისთავად აქ არის შესაძლებელი. აი ახლა აქ შეგვიძლია ჩავთოთ ასეთი ადაპტური, ჩვეულებრივი, შტეპსელში შესაძლებელი 1 ამპერიანი 12 ვოლტიანით. შეგვიძლია აქ შევაერთოთ ასევე 12 ვოლტი მუდმივი, არ ვიცი, შეიძლება 9 ვოლტზე მუშაობდეს, 6 არ ამგონია. ანუ ჩვეულებრივად 220. ანუ თუ პლუს მინუსი აქ აწერია პლუსი არის, თუ პლუს მინუსის აკუმულატორის შემთხვევაში შევაერთებთ, პლუსი აქ, მინუსი აქ, თუ არა და 220-ის შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ფაზანოს. აქ პლუს მინუსი ნიშნავს თვითონ ამის შტეკერის შესაერთებელს. ეს არის ანტენა, პატარა ანტენა მოყვა ასეთი. ავიცი, პატარა სასაცილო ანტენა, რა ვიცი, პიტაპი თუ არ იქნება რაღაცა დაკვირვება, უნდა იმუშაოს წესით. 2 კილომეტრი ჩინური, სადაც 1 კილომეტრს იმუშავებს თუ არ შეუშლის რამე. ხო, ეს რესტარტის ის არის კნოპკა, მაგრამ მე არაფერი არ გამიგეთებია, ჩაერთო ჩეულებიათ მუშაობს. კარგით, ეს არის პულტი, პატარა პულტი არის. 1 გამორთო, მეორე გამორთო, მესამე გამორთო, მეოთხე ჩართო გამორთო. ერთ დაჭერ თავს, მეორე გამორთავს. კარგი, ჩართოთ, გვაქვს ავარიული ენერგია, პატარა გავაკეთე მოტოციკლეთის მოტორზე, იმაზე აკუმულატორზე 7 ამპერიანი აკუმულატორი, ხო და კონდენსატორი, ტრანსფორმატორი. რა ვიცი. პატარას უგჭირდება სხვადასხვა ადგილას, სადაც არის ელექტროენერგია, ვიყენებ ხშირად ავარიების დროს. კარგი, ჩავთვლით ახლა ჩვენ 1 სექცია მაგალითად. ჩაერთო. გამოერთო. ჩაერთო, გამოერთო. ახლა ახლოში არ ვიცი 50 მეტრის დაახლოებით რადიუსში უანტენოდაც მუშაობს. თუ არა და ანტენას შევუერთოთ 2 კილომეტრი მუშაობს. AliExpress-დან ამოვიწერე, შემდეგ შევამოწმოთ მანძილზე.